გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. საბურთალოს რაიონში ვიმყოფებით ახლა, კონკრეტულად პეკინის გამზირის მიმდებარედ არსებულ კორპუსებში 33-დან 39 კორპუსამდე მიმდინარეობს შიდა ეზოს მოწყობის სამუშაოები. სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგეობა ახორციელებს და მინდა გიზო ვასაძეს ვთხოვო, გამგებელს საბურთალოს რაიონის. გიზო, კიდევ ერთხელ რომ ავხსნათ თუ რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ არც საპარკინგი არეალი იყო, სკვერი და ეს სივრცე მთლიანად გაუბედურებული იყო. ამ პროექტით მოწესრიგდება, განახლდება, ახალი ხელმძღვანელოები დაირღვება. პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის მნიშვნელოვანი, საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული არის, უამრავი საცხოვრებელი კორპუსია და პროექტთან დაკავშირებით რო ვთქვათ, რას ვაკეთებთ. მოგესალმებით. სამი ეზოს რეაბილიტაცია და მოწესრიგება მიმდინარეობს ერთობლივად. 500-მდე ხელმძღვანელი დაირღვევა, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათება, ასევე საბავშვო სივრცე მოეწყობა. ორივე არსებული სტადიონის, საკალათბურთო და საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე საპარკინგი ადგილები ეწყობა და სამუშაოების ფარგლებში იცვლება კანალიზაციის ქსელი, ეწყობა კედლები, მთელი ამ სამი ეზოს ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული იქნება და სამ თვეში საბურთალოს და ქალაქ კიდე ერთი ლამაზი და მოწესრიგებული სივრცე შეემატება. მადლობა, წარმატებები. მართლაც მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, მეგობრებო, და გვინდა რომ ყველა რაიონში, ყველა უბანში, სადაც სივრცეები გვაძლევს საშუალებას მოვაწესრიგოთ, განვაახლოთ, რეაბილიტაცია ჩაუტაროთ, ახალი პროექტები შევქმნათ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას კონდეს იმის საშუალება დაისვენოს, გაერთოს, ივარჯიშოს და ასე შემდეგ. როგორც გითხარით, სამ თვეში იქნება დასრულებული სამუშაოები და კიდევ ერთი რეკრეაციული გამწვანებული სივრცე შეემატება დედაქალაქს. ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი კომფორტის შესაძლებლობა გაუჩნდეს პაციენტს. ეს არის ჩვენთვის ამოსავალი კრიტერიუმი და საწყისი წერტილი. ბუნებრივია, რომ ამ კომფორტის მიწოდებაში სამართლიანია თუ კლინიკებსაც ექნება დამატებით ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა, თუმცა აქაც რა თქმა უნდა გვევალება, რომ განსაკუთრებულად ფრთხილები ვიყოთ იმისთვის, რომ ეს არ გახდეს ცალკეულ შემთხვევაში, ვთქვათ, არასწორად ამ პრაქტიკის გამოყენების შესაძლებლობა. ერთია, რომ დამატებითი კომფორტი არსებობდეს, მეორეს მხრივ ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, სამართლიანად რეგულირებული. სამართლიან რეგულირებაში იგულისხმება ის, რომ ერთის მხრივ ფასი არ იყოს იმგვარად რეგლამენტირებული, რომელიც მისცემს შესაძლებლობას გარკვეული წნეხის ფორმა მიიღოს ამან ყველაფერმა და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იქ მექანიზმები გათვალისწინებული, რომლის მეშვეობითაც დაზღვეულია პაციენტი, რომ თუ კი მისი სურვილი არ იქნება, რომ ისარგებლოს ამ დამატებითი კომფორტით პალატის სახით, ამ შემთხვევაში მას სტანდარტული, მაღალი ხარისხის სტანდარტული პალატით მომსახურება უნდა შეეთავაზოს სტანდარტული ფორმით და შესაბამისად მისგან ანაზღაურების მოთხოვნა იქნება დაუშვებელი. ჩვენთვის განსაკუთრებული ყურადღების საგანია, რომ ისე დავაბალანსოთ და ისე დავარეგულიროთ ურთიერთობები ერთის მხრივ სახელმწიფოს, პაციენტს და კლინიკას შორის, ასევე ექიმს შორის, რომ ყველას სამართლიანად ხვდებოდეს, ასე ვთქვათ, საკუთარი შრომის, საკუთარი ინტერესის შესაბამისი ანაზღაურებაც, ხარჯებიც ამგვარად ნაწილდებოდეს და ასე შემდეგ. სწორედ ამ მიზნით ეს არის ერთ-ერთი ეტაპი, რა ეტაპზე ჩვენ გავაჩინეთ დამატებით ანაზღაურების შესაძლებლობა, დამატებითი კომფორტის მიწოდების შესაძლებლობა. თუმცა რასაკვირველია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. მომავალში ძალიან ახლო მომავალში ჩვენ პრაქტიკულად ფინალურ ეტაპზე ვართ მომზადებისა იმ ნორმატიული აქტის, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ცალკეული სახარჯი მასალების მეშვეობით, თქვათ, იგივე ტიპის რეგულირების შემოთავაზება. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს განსაკუთრებულად კვალიფიციური ექიმის მონაწილეობით მანიპულაციების ჩატარებას და ასე შემდეგ. მინდა ყველა არტილერის მიულოცო დღევანდელი დღე, მათი ღვაწლი და მათი შრომა ფასდაუდებელია საქართველოს თავდაცვის ძალებისათვის. მინდა ქედი მოვიხარო ყველა დაღუპული სამხედრო მოსამსახურის წინაშე და მადლობა გადაუხადო ჩვენ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს. მათი თავდადების, მათი გმირობის მაგალითზე იზრდებიან საქართველოში მომავალი არტილერისტები. მოხარული ვარ, რომ ამ ხნის განმავლობაში ვარ საარტილერიო ქვედანაყოფში. დიდი როლი აქვს საარტილერიო ქვედანაყოფის ზოგადად თავდაცვის ძალებში, რაც გამოიხატა საქართველოს ტერიტორიული თლიანობისათვის ბრძოლებში და მე მინდა მიულოცო ყველა არტილერის მოქმედს და ასევე ვეტერან
артиллеристებს. მინდა მიულოთ, რომ артиллерიის დღე აღმოსავლეთ სარდულობაში შემოვალ საარტილერიო ქვედანაყოფებს და დასავლეთ სარდულობაში შემოვალ საარტილერიო ქვედანაყოფებს. როგორც артиллеრისტებს, ასევე მთლიანად თავდაცვის ძალებს მიულოცავ დღევანდელ დღეს. საარტილერიო ქვედანაყოფები ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავისი პროფესიონალიზმით და ამას ამტკიცებდნენ ბრძოლებში. ირიგაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სოფლის მეურნეობის განვითარების და ფაქტობრივად შეუძლებელი არის ირიგაციის სისტემების გარეშე გამართული სოფლის მეურნეობა, მაღალპროდუქტიული სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ახალი პროექტი, რომელსაც სოფლიო ბანკთან ერთად ვიწყებთ. ეს არის 150 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი, რომელთაც საკმაოდ დიდი ნაწილი იქნება რეაბილიტირებული, განახლებული. ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განახლება მელიორაციის მიმართულებით ხელშეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას კიდევ უფრო მეტად, პროდუქტიულობის გაზრდას, რაც თავისთავად ცხადი არის, ხელშეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის გაზრდას. სოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად ახორციელებს 150 მილიონ ევროიან საინვესტიციო პროექტს, კერძოდ პროექტის ფარგლებში ამ სისტემაზე გაკეთდა დაახლოებით 120 კილომეტრამდე დახურული დაცნევითი საირიგაციო სისტემა, რამაც საშუალება მიცა, რომ ფერმერებს სტაბილურად რამოცულობის წყალით ჭირდებათ, რომ უპრობლემოდ მიიღონ, დანაკარგები არ არის წყლის. სოფლიო ბანკი ასევე გეგმავს ამ მიმართულებით სამუშაოების განხორციელებას. კახეთის რეგიონში ბოლო აწლეულების განმავლობაში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ უპრეცედენტო პროექტი განხორციელდა, რომელიც მოიცავს ქვემო სამგორის სამელიორაციო არხის მარჯვენა ზოლის სრულ რეაბილიტაციას. აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში განხორციელდა 131 კილომეტრის სამელიორაციო არხის რეაბილიტაცია, რაც ჯამში მოიცავს 40,000 ჰექტარზე მეტ გაუმჯობესებულ სარწყავ არხებს. ბუნებრივია, ეს არის უპრეცედენტო პროექტი კახეთის რეგიონისთვის, ვინაიდან ჩვენი რეგიონი არის მევენახეობა მეღვინეობის მხარე და ჩვენს ფერმერებს საშუალება ექნებათ განახლებული სარწყავი არხის მეშვეობით უკეთეს პირობებში მოახდინონ სასოფლო სამეურნეო სავარგულების მოვლა პატრონობა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნოდა სასჯელის ზომად 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა. განაჩენთა ერთობლიობით კი სასჯელის ვადა 12 წელი და 6 თვე განესაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო. ცნობისთვის მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავა. ამასთან თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 მარტს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებული რეგულაციები ინტერნეტ მედიაზე და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზეც გავრცელდება. პროექტის სახეცვლილი ვარიანტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა. კანონპროექტით განიმარტება თუ რა არის ინტერნეტ მომსახურება. ინტერნეტ მედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან იყენებს ინტერნეტ დომენისა და ინტერნეტ როგორც გორდულაძემ განმარტა, ეს ყველაფერი ფიზიკურ პირებზე არ გავრცელდება. აქის ორგანიზაციები იგულისხმება, რომელიც საკუთარ თავს მედიას უწოდებს, მაგრამ მათი ინფორმაციის გავრცელების საშუალება ტელევიზია არ არის. მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტის კომიტეტი მეორე მოსმენით მუხლობრივად იხილავს. რადიკალურ ოპოზიციაში განხეთქილება. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ხელისუფლების დაფინანსების მიღებასა და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ისევ ვერ თანხმდება და აღარც სალომე ზურაბიშვილის გარშემო ახერხებენ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას. რადიკალები აცხადებენ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და ერთადერთი არჩევნები, რომელიც ახლა დღის წესრიგში დგას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საერთო საკითხებთან დაკავშირებით მათ კონსენსუსი აქვთ, თუმცა რჩება თემები, სადაც სრულფასოვანი კოორდინაცია ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოება დაიღალა გაურკვევლობით და ოპოზიციის მხრიდან თანამდებობებზე ჩაბღაუჭებით. შესაბამისად, ოპოზიციაში საჭიროა მეტი კოორდინაცია და ერთობა. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ რადიკალურ ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებშიც არანაირი შანსი არ აქვს. მათივე თქმით, დესტრუქციული ძალები თვითონ არ იღებენ გადაწყვეტილებას, რადგან ისინი პირდაპირ წარმოადგენენ აგენტურის საცეცებს საქართველოში, რომლებიც დავალებას ქვეყნის ფარგლებს გარედან იღებენ. აფხაზეთში სოხუმის რაიონის სოფელ კამანაში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლის საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება. ხანძარი სახლებს მიუახლოვდა სოფელ იაშთხვასთანაც. დე-ფაქტო აფხაზეთის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვითარებას აკონტროლებენ და ადგილზე 20 მაშველი მუშაობს. თუმცა მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებული იყო. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზედიზედ მერვედ რაგბი ევროპის ჩემპიონია. პორტუგალოსებმა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ესპანეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა. მათ მეტოქის ნაკრებს ანგარიშით 46-28 წლიეს. მიხეილ მესხის სტადიონზე გამართული თამაშის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების სპორტსმენებს განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის, კერძოდ 2022 წელს იტალიისა და უელსის მორაგბეთა ნაკრებებთან გამართულ შეხვედრებში ისტორიული გამარჯვებების მოპოვებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ. დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი სავარაუდოდ სამშაბათს 18 მარტს შედგება. გვინდა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ ომის დასრულებას. შეიძლება შევძლოთ, შეიძლება არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შანსი გვაქვს, განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. იმის შესახებ, თუ რა დათმობები განიხილება რუსეთისა და უკრაინის მხრიდან ომის დასრულების შემთხვევაში, ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ შესაძლებელია ისეთი აქტივების გაყოფა, როგორიცაა მიწა და ელექტროსადგურები. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად ორეტაპიანი სტრატეგია არსებობს. გეგმა A, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს და გეგმა B, რაც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას მოიაზრებს. არავინ ამბობს, რომ ეს მეორე ნაწილი ადვილია, მაგრამ ჩვენ ვერ მივალთ იმ მეორე ნაწილამდე, სანამ პირველ ნაწილს არ გადავლახავთ. ეს თავისთავად ადვილი არ იქნება. მეორე ფაზა არის ლაპარაკებები, რაღაც უფრო მდგრადისა და მუდმივის მისაღწევად. ეს ომი არ შეიძლება გაგრძელდეს. პრეზიდენტმა ნათლად თქვა ამის შესახებ და ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ბოლომდე მიიყვანოს, აღნიშნა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცის განცხადებით, უკრაინას ტერიტორიების დათმობა უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ მოუწევს. მისი თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანებაც ნაკლებად სავარაუდოა, რასაც არამხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ ალიანსის წევრი რამდენიმე ქვეყანაც იზიარებს. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ როგორც თავდაცვის მდივანმა განაცხადა, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე უკრაინის გზა ნატოსკენ ან ნატოში მუდმივი წევრობისკენ ნაკლებად სავარაუდოა, განაცხადა უოლცმა. ნიუ-იორკ თაიმსის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხს იძიებს. მედიის ცნობით, ვაშინგტონი ოფიციალურ განცხადებას დღეს გამოაცხადებს. გამოცემა წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნულ ჯგუფს 2023 წლის ნოემბერში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეუერთდა. ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კი აღნიშნულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ხარჯების გადანაწილებით ხსნის. ასევე ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი უკრაინასთან რუსეთის მოქმედებების გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობას ამცირებს. ემანუელ მაკრონი ევროპის ქვეყნების დარწმუნებას ცდილობს, რომ მათ ამერიკული თავდაცვითი აღჭურვილობის შეძენა შეწყვიტონ. გამოცემა პოლიტიკოს ინფორმაციით, ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები კიდევ უფრო დამოკიდებულები არიან ამერიკულ იარაღზე, ვიდრე ოდესმე ყოფილან და მაკრონის ინიციატივა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ევროპამ ყურადღებას საკუთარი წარმოების იარაღს დაუთმოს. ჩემი მიზანია წავიდე და დავორწმუნო ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც მიჩვეულნი არიან ამერიკულის ყიდვას, მათ ვინც პატრიოტს ყიდულობს, უნდა შევთავაზოთ ფრანკო-იტალიური ახალი თაობის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი.